როგორც უკვე იცით, ქარელის მოსახლეობამ 8 ოქტომბერს გააკეთა საკუთარი არჩევანი, მან ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენლად ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე პირველივე ტურში აირჩია. დღეს საქართველოს პარლამენტში ქარელის წარმომადგენელი სწორედ ის გახლავთ. ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს ბატონი გიორგი თოთლაძის კომენტარი მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას მოსახლეობის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მოგესალმებით. მე ვისურვებდი, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყოს როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული ჩემი კოლეგისთვის, ჩემი ქვეყნისთვის წარმატების და სიკეთის საწინდარი. ბატონო გიორგი, როგორ აპირებთ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოდან ქარელის მოსახლეობის ინტერესების დაცვას? რა იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც თქვენი მუშაობის თანამდებობი იქნება? რა თქმა უნდა, მე ღირსეულად დავიცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ინტერესებს, როგორც ჩემი მუნიციპალიტეტის